წარმოტებოდ კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოების ეთერის სტუდიაში მუშაობთ მე, კატო და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერიძე და ნინა დღეს ჩვენ ისეთ ფერებში ვართ გადაწყვეტილები, რომ შენ ხარ დიანა დეპუატი და მე ფაქტურად ეკატერინე მედიჩის ფერებში ვარ გადაწყვეტილი, საყურებიც ისეთი ავისხი, რომ რაღაცით მსგავსი ყოფილიყავი ეს მარგალიტებიანი და ესეთი სამეფო საყურეები მოვიჩხრიგე. ჩვენ ვილაპარაკებთ ამ ქალის შესახებ, რომლის შესახებ ისტორიკოსები დღემდე საუბრობენ და ამბობენ, ყველას თავისი ვერსია აქვს, მას ძალიან ბევრი ავსაქმეს აბრალებენ, ამ საქმეების უმეტესობა არ არის დამტკიცებული და არ არსებობს ესეთი სამხილები, თუმცა ერთი აბსოლუტურად სავსებით საკმარისი 3000 ადამიანის სიცოცხლე, რომელიც არის ამ ქალბატონის ისერზე მისი სანქცირებული იყო ეს არაჩვეულებრივი 7 ღამე, ყალებში ცხადია, ბართლომეს ღამე. მაგრამ მანამდე როგორ ვითარდებოდა მისი ცხოვრება და როგორ მივიდა ის აქამდე, თითქოს ეს გამართლების მცდელობა არ არის უბრალოდ ამბავი იმისა, თუ როგორ დაიწყო ერთი პატარა გოგონას ცხოვრება და მერე როგორ დაასრულდა. და როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, თავადაც არ ყოფილა ბედნიერი ადამიანები ასეთ საქმეებს არ სჭედიან და ბართლომის ღამეს არ აწყობენ. ეს იყო ქალი, რომელმაც ძალიან შეცვალა ბევრი რამ, ამიტომაც ვიხალისე მე შავი კაბის გამო, რომელიც მათ ამწუთეს. ეს იყო ქალი, რომელმაც მოდაში ბევრი რამ შეცვალა და თუ შეიძლება ითქვას შეცვალა სამგლოვიარო მოდაც. ის იყო პირველი, რომელმაც საფრანგეთში შავი ფერის ტრაური სტარება დაიწყო, მანამდე ტრაური თეთრი ფერის იყო, მან შეცვალა ეს მოდა და მას ასეც ეძახდნენ შავი დედოფალი და ეს ორმაგდა ტვირთვას ატარებდა, ერთი მისი ესეთი სამოცის გამო და მეორე მისი ავი საქმეების და გამო. დავიწყოთ ჩვეულებრივი ისე როგორც ესე უნივერსალური ამბით დავიწყოთ, რომელიც ყველა ადამიანის თავს ხდება. დაიბადა 1000 რაღაც წელს, გარდაიცვალა 1000 რაღაც წელს. 70 წლის ასაკში, იმ დროისათვის საკმაოდ ხანგრძლივი ასაკი იყო, იშვიათი. და ეკატერინერძე დაიბადა, მას ძალიან მალე შეარქვეს მეტსახელად და ერქვა სიკვდილის ბავშვი. მიზეზი იყო ის, რომ მისი მამა მისი დაბადებიდან ერთი მონაცემებით გარდაიცვალა 2 კვირის შემდგომ, სხვა მონაცემებით რამდენიმე თვის შემდეგ, ხოლო მისი დედა გარდაიცვალა მისი დაბადებიდან მე-6 დღეს. და მას ფაქტურად არ უნახავს თავისი მშობლები, არც ცნობია ისინი. და ამის შესახებ თუ ვინ იყვნენ მისი მშობლები ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ და თავად რაც შეეხება თუ კი დავაბრუნდებით იმას თუ როგორ ვითარდებოდა მისი ცხოვრება საფრანგეთის სამეფო კარზე, საკმაოდ ისე მას ზურგს უკან ეძახდნენ ვაჭრის გოგოს. ეს განსაკუთრებით უყვარდა მისთვის მასზე ასე თქმა ახალგაზრდა მარია სტიუარტს, რომელიც საფრანგეთის დოფინის ცოლი იყო და თანდათანობით თან ასაკთან ერთად არც ისე კარგად გამოიყურებოდა, მანამდეც არ იყო მაინც და მაინც კალმით ნახატი მზეთ უნახავი და სკელ ბანკირს ეძახდნენ და მოკლედ საკმაოდ ცუდად გზნობდა ეს ქალბატონი კაცმა რო თქვას თავს საფრანგეთის სამეფო კარზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მანამ სანამ თავად არ ჩაიგდო ხელში მმართველობის სადავეები. მამამისი ლორენცო მეორე მედიჩი ფრიად განსხვავდებოდა ეკატერინეს დიდი ბაბუა ლორენცო ყინვალე მედიჩისაგან. ეს ბატონი უფრო ცნობილი იყო როგორც მეომარი, როგორც რაინდი და ის იყო შვილი ლორენცო ყინვალეს, არც თუ ისე ყინვალე შვილისა პიერო მედიჩის, რომელიც ფლორენციიდან მოქალაქეებმა 1494 წელს განდევნეს სავონაროლას მეთაურობით და ლორენცო მეორე ეს უკვე მედიჩების დაბრუნებაა და ის უკვე ჰერცოგია, ურბინოს ჰერცოგია
და მართალია ისინი არიან მართლაც და იყვნენ ესე ბანკირები და ამით დააგროვის მათ თავენთი ქონებოდა ეს ეს მაშინ ძალიან ისეთი საძრახისი საქმე იყო მოგეხსენებათ არისტოკრატია არ აღიარებდა ასეთ ადამიანებს და დაახლოებით გაგახსენეთ ხო კედე და კოტეში რო არის თუ ამ ვაჭარს გვერდით მოგვისვავ მეტოვებ შენს უფროს დაახლოებით ესეთი ვითარება ამით უფრო რომ საფრანგეთში განსხვავებით ალბათ ჩვენი ქართველი თავადაზნაურობისაგან აქ 2 ძროხა და 3 თხავისა წყალდა ყველა თავადიშვილი იყო იქ ცოტა სხვაგვარად იყო ეს ამბები და ეს ჩვენი ეკატერინე აღმოჩნდა საფრანგეთის საინფო კარზე 10 წლის ასაკში თავისთავად ხედე მაშინ ის არ იყო დედოფალი და საერთოდაც არ იგულისხმებოდა რომ ეს დედოფალი უნდა ყოფილიყო უბრალოდ მე სხვაგვარად წარიმართებედი იმიტომ რომ ის არ ყოფილა თავიდანვე დოფინის ძოლი ის კი იყო პრინცის ძოლი მაგრამ ის მოგეხსენებათ საფრანგეთის დოფინი არის სწორედ ის ვინც არის ტახტის მემკვიდრე და ის იყო უბრალოდ მისი უმცროსი ძმის ძოლი და საფრანგეთში ეს მის ამ წარმოშობას მოკლედ მას არასოდეს არ აპატიებენ თუმცა მოდით მანამდე დავუბრუნდეთ თვითონ მამა მედიჩის ლორენცო მეორეს ის უკვე აღარ არის არც ბანკირი არც არაფერი მსგავსი და ისეთი საკმაოდ ისეთი არისტოკრატული გვარის ცოლი ყავს მადლენ დე ლა ტური ოვერნის გრაფინია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მე ეკატერინესთვის ძალიან ისე ზურგს უმაგრებს მას ეს ამბავი ეკატერინეს სრული სახელი იყო ეკატერინა მარია რომოლა ეს მას დაარქვეს სწორედ იმიტომ რომ ხაზი გაესვათ მისი ისეთი არისტოკრატისტი წარჩინებული წარმოშობისათვის რაც უფრო საეჭვოა წარჩინებული წარმოშობა მით უფრო ცდილობენ როგორც წესი მის ხაზგასმას მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო რომ დაობლდა, ფაქტიურად შვილი დაობლდა. მეტნაკლებად ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, დაახლოებით სადღაც 10 წლამდე თუ მეტი არა. იმიტომ რომ ის მას სდიდნენ ბებია და მამიდა და ძალიან კარგად ეპყრობოდნენ მას, მოკლედ ვენელეკიმ ფროიდთან მოსაყოლი მას არაფერი არ ჰქონდა თავის ადრეულ ბავშვობასთან დაკავშირებით და ის ხან ფლორენციაში იყო, ხან რომში იყო, გარდა ამისა მის განკარგულებაში იყო ლორენცო ბრწყინვალეს ცნობილი წიგნების ცნობილი კოლექცია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის გაძარცვული და ესე განადგურებული მისი ნაწილი აღარ არსებობდა, მაგრამ მაინც იყო რაღაცები შემონახული ბოლოს და ბოლოს ეს ლორენცო ბრწყინვალეს ბიბლიოთეკა იყო და ეს მედიჩები მოგეხსენებათ ისეთი საქმიანი ხალხი იყო, ყველაფერს საქმიანად უდგებოდნენ, ასევე საქმიანად უდგებოდნენ იმას, რომ რაც შეიძლება ხშირად დაეკავებინათ რომის პაპის ტახტი და 4 მედიჩი იყო პაპი რომის და შესაბამისად მას ჰქონდა რომის პაპის როდესაც ეკატერინე პატარა გოგონა იყო სწორედ მაშინაც ისევ და ისევ მედიჩი იყო მედიჩების ოჯახიდან გამოსული კაცი ესე რომ ვთქვათ იყო რომის პაპი ჯულიო მედიჩი და მაგრამ აი ეს 10 წლამდე ხდება ეს ყველაფერი კარგად და მისი ბედნიერად მიდის ბავშვობა მაგრამ ამასობაში 1500 რაღაცა წელს ფლორენციას კართან ისევ დამპყრობლები გამოჩნდებიან და ამასობაში თვითონ ქალაქის შიგნითაც დაიწყება ბუნტი და მოითხოვენ რომ მედიჩების შთამომავლები დასაჯონ და პირდაპირ შთამომავალი მედიჩების არის თვითონ ეკატერინე მართალია აქვე არის არაპირდაპირი მემკვიდრე მისი კუზენი იპოლიტი და ასევე მისი უკანონო ძმა მამამისის ვაჟი ალექსანდრე თუმცა ყველაზე ესეთი დიდი ზეწოლა მოდის ეკატერინაზე რამდენადაც ის არის აი მაინც უშუალო მემკვიდრე მიუხედავად იმისა რომ ქალის მემკვიდრეობას და ხელისუფლებას ისინი არ აღიარებდნენ მაგრამ როგორც ჩანს მედიჩებზე ის იყვნენ გაავებულები რომ ყველაფერზე თანახმა იყვნენ და ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ რომ ეს ბავშვები ეს 3 ბავშვი ფლორენციის კარიბჭეზე ჩამოეხჩოთ ეს არაჩვეულებრივად საოცარი სათნოების განსახიერებაა და გამოვლენა და ეს იყო ერთგვარი ისეთი ძალიან კარგი ტრადიცია მათი და ამიტომ ისე ზოგჯერ მგონია სანამ ნაცარს დავიყრით ქართველები თავზე რომ ჩვენზე უარესი არავინ არსად არ არსებობს ალბათ ზოგჯერ უნდა გადავხედოთ ხოლმე რაღაცა სხვა ამბებს და
ჩვენი ორყოფის იქითაც გადავხედოთ რა ხდებოდა. ეს ბავშვები არიან ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. ეკატერინეს აღნიშნე უკვე რომ მოითხოვენ რომ ის ჩამოკიდონ ქალაქის კარიბჭეზე და საერთოდ საროსკიპო სახლში უკრან თავი და ასეთ ცდილობენ ისინი თავიანთი მედიჩების მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვას და ეს ასეთ ცდილობენ რომ ესე თავი მოიჭრან მედიჩებს ამით რომ მათი ქალიშვილი აღმოჩნდება საროსკიპო სახლში, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ისე რომ ეს სამი ბავშვი საფრანგეთის მეფე ფრანცისკ პირველმა გადაარჩინა, თუმცა გადაარჩინა არა იმიტომ რომ ძალიან უაღრესად ესეთი კაცთმოყვარე იყო, არამედ იმიტომ რომ მედიჩების მხარდაჭერა უნდოდა და სჭირდებოდა და ეს მიახდებს კიდეც მედიჩების მხარდაჭერას და ეს მოგვიანებით ვისაუბროთ ამ ყველაფერზე როგორ განვითარდება მოვლენები. მანამდე არის ის რომ საბოლოოდ ეკატერინე ესეთი ამხელა სტრესის შემდგომ ის მოხდება სიენას მონასტერში, სადაც ის დაახლოებით 3 წელიწადს გაატარებს. ეს არის პრივილეგირებული მონასტერი, სადაც წარჩინებული ადამიანების შვილები სწავლობენ და იღებენ განათლებას და დაახლოებით 2-3 წელი ესე მშვიდად მიდის მის ცხოვრებაში, თუმცა ამის შემდგომ კიდევ ერთი ძალიან დიდი სტრესი გადაიტანა მან. ფლორენციის იმჟამინდელმა მმართველებმა განიზრახეს, რომ ის მძევლად დაეყვანათ იმ იმედით, რომ ფლორენციაზე პრეტენზიის მქონე ფლორენციის მმართველობაზე პრეტენდენტებთან შესძლებოდათ მერე ესე ვაჭრობის გამართვა და ხოჭეს ძალიან დიდი ისეთი თავშეკავება თავდაჯერებულობა სიმამაცე გამოიჩინა ეკატერინემ, როცა შეიტყო რომ ესე შეიარაღებული ხალხი მოვიდა მის წასაყვანად, თმა შეიჭრა, ჩაიცვა მონაზონის კაბა შეჭდა ცხენზე და თქვა რომ სხვა გვარად ის არ წავიდოდა თუ არა, აი ასე ჩაცმული და ეყოლას დაენახა თუ როგორ ექცეოდნენ ისინი მონაზნებს და ნუ ის არ ყოფილა მონაზონი, უბრალოდ ეს გაითამაშა, ის კარგი მსახიობი იყო, პატარა გოგო იყო, მაგრამ უკვე ქონდა როგორც ჩანს ეს კარგი ტალანტი მსახიობობის და თანაც პატარა ბავშვი ამდენ სტრესს გამოივლის, მას უკვე უვითარდება ეს თავდაცვის საოცარი უნარი. მოხდა ისე რომ საბოლოოდ ეკატერინეს უბრალოდ შეუცვალეს მონასტერი და ცოტა უფრო მკაცრი რეჟიმის დომინიკანელების მონასტერში ამოყომან თავი, მაგრამ ამასობაში დაბრუნდა ძალიან მალე მედიჩები დაბრუნდნენ ისევ ხელისუფლებაში და გახდა მმართველი ფლორენციის, ხდება მისი ძმა ალექსანდრე და ეკატერინე უკვე ურბინოს ჰერცოგინია და ეს არაჩვეულებრივი ისეთი მასალა არის იმისათვის, რომ დინასტიურ ვაჭრობებში გამოიყენონ და ძალიან ბევრი მაძიებელი გამოჩნდა მისი ხელისა. მერე რა რომ ეკატერინემ ზეთუნახავი არ არის, ეს აბსოლუტურად მეათე ხარისხოვანი იყო, იმიტომ რომ აქ მთავარი იყო როგორი მზითები იქნებოდა როგორ პოლიტიკურ კავშირებს მოუტანდა იმ პრინცს, ვისაც მიათხოვებდნენ და მოკლედ დიდი ესეთი ამბავია არჩევენება ვის მიათხოვენ ეკატერინე და საბოლოოდ კლემენტ მეშვიდე, იგივე ჯულიო მედიჩი გადაწყვეტს რომ საფრანგეთზე შეარჩეროს არჩევანი და ის ხდება უკვე აღნიშნეთ არა დოფინის, მაგრამ მაინც პრინცის ცოლი და ის არის ორლეანის ჰერცოგინია, სავარაუდოდ ზღაპრული მზითვით, რომელიც საბოლოოდ ეკატერინეს არ მისცეს და საფრანგეთს არ რგებია ის მიწები, რომელსაც დაპირდნენ და ქორწილი არც რამდენად რეალურია, მაგრამ ყველგან ესე ეწერა, რომ 34 დღის მანძილზე გაგრძელდა. და აქ საფრანგეთში ამ ყოველდღიურად იტალიელ მზარეულებს ახალი და ახალი კერძები გამოჰქონდათ სუფრაზე და აი ამ დროს ნახეს პირველად საფრანგეთში ის, რასაც ძალიან ბევრ პატარას და არა მხოლოდ პატარას ძალიან უყვარს, ეს არის ნაყინი და მე დამკვიდრდა განვითარდა ეს მოდა, მართალია იტალიელებამდე ვერ ავიდნენ ისინი თავიანთი ნაყინით, მაგრამ მაინც ასევე შემოიტანა ეკატერინემ მაღალი ქუსლები და ტანდაბალი ქალი იყო და ფლორენციელმა ოსტატებმა მისთვის რაღაც ბევრი რაღაცა შექმნეს საიმისოდ, რომ მისი სხეული უკეთ წარმოეჩინათ და გამოეჩინათ.
და ჩვენი ეკატერინე არის 14 წლის, არც თუ ისე ლამაზია, ნაკლებად განათლებულად თვლიან მას საფრანგეთის სამეფო კარზე, მაგრამ პრობლემა ის კი არ არის, რომ მართლაც გაუნათლებელი, უბრალოდ ფრანგულში מחვილებს სვამს არასწორად და ცხოვრების ბოლომდე ის იტალიური აქცენტით ილაპარაკებს ფრანგულად, რასაც ფრანგები ვერანაირად ვერ აპატიებენ. ჩვენ ახლა დროებით შევწყვეტთ თხრობას, ხო? შეგვიძლია არა, უნდა შევწყვეტოთ თხრობა, მუსიკას დავუთმოთ რადიო იმედის ეთერი, შემდგომ გელით საინფორმაციო გამოშვება და მერე ესე ვისაუბროთ ეკატერინე მედიჩის შესახებ. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ აგრძელებთ საუბარს ეკატერინე მედიჩის შესახებ. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ის ძალიან ჩვილობის ასაკში დაობლდა, ზრდიდნენ ბებია და მამი და ხან ფლორენციაში იყო, ხან რომში ორჯერ საკმაოდ ისეთი სახიფათო აქტე დამოკლეს მახველივით ეკიდა მის თავზე ფლორენციის ავი განწყობა მის მიმართ. მერე მივათხოვეთ კიდეც საფრანგეთის პრინცს და არც ისე ბედნიერი არის იქ, იმიტომ რომ ყველა ზურგს უკან ეძახის ვაჭრის გოგოს, თვლიან გაუნათლებელ ქალად და ყბატაღებულია მისი არც ისე კალმით ნახატი გარეგნობა. გარდა ამისა, არსებობს ერთი ქალბატონი, სახელად დიანა დე პუატიე, რომელიც კუბოს კარამდე, რასაც ქვია, უყვარდა მის ქმარს, მაშინ ჯერ კიდევ პრინც ანრის, მოგვიანებით კი უკვე ანრი მეორეს და ეს ქალი ყველანაირად ჩრდილავდა ეკატერინეს, გამომდინარე იქიდან, რომ გაცილებით უკეთესიც იყო გარეგნობით, გარდა ამისა ანრი მეორე სანამ გახდებოდა მანამდეც მასზე იყო ესე უგზაუბრულად შეყვარებული და მერე ხო საერთოდ ყველანაირად არ მალავდა ეს ძალიან ისეთი აფიშირებული, არ იყო მაშინ ეს უცხო ხილი აფიშირებული ურთიერთობები. და ეკატერინე შესაბამისად თავს ძალიან ცუდად გრძნობს და მას არ ყავს შვილები, არადა მის ქმარს ყავს შვილები დიანა დე პუატიესთან, რაც ადასტურებს იმას, რომ ეკატერინეა უშვილო და ის მკურნალობს და ძალიან ცდილობს იმას, რომ შვილი შეეძინოს და ხდება ისე, რომ 1536 წელს გარდაიცვალა ბრეტანის ჰერცოგი და საფრანგეთის დოფინი ფრანცისკი. ძალიან უცნაური სიკვდილით გარდაიცვალა ის, ძალიან მხიარულად თამაშობდა ბურთს, ახალგაზრდა იყო ჯამრთელი და ამ გახურებულ თამაში ჭიქა-წყალი მოითხოვა, რომელიც მას იტალიელმა გრაფმა მიაწოდა და ისე მოხდა, რომ მან ეს წყალი რომ დალია, გარდაიცვალა და გრაფი დასაჯეს სიკვდილით, არადა ყველა თანამედროვე წერს, რომ ის გარდაიცვალა გაციებისგან. დახგრილა ეტყობა, როგორც ბებუები იტყოდნენ, თუმცა აი უკვე ეკატერინეზე მიიტანეს პირველი ეჭვი, გამომდინარე იქიდან, რომ გრაფი, რომელმაც მას წყალი მიაწოდა, ის იტალიელი იყო. და აუდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ამის ისეთი უცნაური, არ უნდა იყოს უბრალოდ ამის თქმა, ფაქტიურად საფრანგეთის დოფინის გარდაცვალება არის ბედნიერების მომდანი ეკატერინესთვის. ის ხდება ის უკვე არის არა უბრალოდ ჰერცოგინია, არამედ ის არის უკვე დოფინის ცოლი და ისე ხდება, რომ ფრანცისკ პირველი უკვე ფიქრობს იმაზე, რომ მას აღარაფერში აღარ აძლევს ხელს ეკატერინესა და ანრის ქორწინება, გამომდინარე იქიდან, რომ გარდა იმისა, რომ მან ვერ მიიღო ის მზითები, რომელსაც პირდებოდნენ, ის მიწები, რომელსაც ეკატერინეს უნდა მოჰყოლო და მზითებში, გარდა ამისა მისი ვაჟი ახლა უკვე დოფინია და აბსოლუტურად სხვა სარძოლო ესაჭიროებათ მათ, თუმცა ამასობაში ხდება ისე, რომ ეს როგორც ჩანს მაინც საბოლოოდ აპთან კონტაქტები საჭირო იყო, თუ როგორ იყო, მოკლედ ასე იყო, თუ ისე არ დასრულებულა ეს ამბავი განქორწინებით და ეკატერინეს 1554 წელს პირველი შვილი შეეძინა და ამის შემდგომ 12 წლის მანძილზე ის აჩენდა და აჩენდა შვილებს. ერთ მშვენიერ წელსაც, როცა მან ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მან ვერ შეძლო მათი ბოლომდე გაჩენა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ექიმებმა მას საერთოდ აუკრძალეს ფეხმძიმობა და აქ დასრულდა მისი ქალური ცხოვრება. ყოველგვარად მისი ინტიმური ცხოვრება აბსოლუტურად დასრულდა. თუმცა მე მაინც გონია, რომ მაინც არც მანამდე არ ყლაოდა დიდად და არც მანამდე იყო ის ძალიან ბედნიერი.
თავის ქმართან და მე მგონი კი რამას ფაქტები ადასტურებს, იმიტომ რომ მის ქმარმა შექმნა ფაქტურად დიანა დეპუატის კულტი. ეს ქალბატონი იყო ძალიან ლამაზი, მას გამოსახავდნენ როგორც ქალღმერთ დიანას და არაჩვეულებრივად გამოდიოდა ის გამომდინარე იქიდან რომ არაჩვეულებრივი გარეგნობაც ჰქონდა და ის იყო ჭკვიანი, უყვარდა ესეთი ფუფუნება და თან მეფესთან ქორწინებამდე ჰქონდა უმციკლო რეპუტაცია და როგორც ჩანს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ის მეფეს ანრი მეორეს ძალიან უყვარდა ტურნირები და სწორედ ამ ტურნირებმა მოუღმა საბოლოოდ ბოლო, თუმცა მანამდე სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ამაზე გადავალთ, ამ ტურნირებზე ის გამოდიოდა დიანა დეპუატის ფერებში, ეს იყო წითელი და შავი და ფაქტურად დიანა დეპუატი იყო რეალური დედოფალი და არა ეკატერინე ისეთი დედოფალი იყო, აჩრდილი დედოფალი იყო. ამას არავინ არაფრად არ აგდებდა, ეს შეიძლება ესეთი ნათქვამია, მაგრამ დაახლოებით მაინც ასე იყო მის თავს და მან რაოდენიც ცნობიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გადაიტანა. როგორც ჩანს თავისი მიზეზები ჰქონდა მას საამისო, მან გარდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა მას დიანა დეპუატისთან, ასე ირჩია და მან ისიც კი შესთავაზა მეფეს, რომ დიანა ყოფილიყო მათი შვილების აღმზრდელი. ასეც მეფე თავისთავად ხადია სიამოვნებითაც დათანხმდა. და დიანამ მიიღო ჰერცოგინიას ტიტული, სასახლეები, ასევე მიიღო ძვირფასეულობა, საფრანგეთის მეფის კუთვნილი ძვირფასეულობა და ეკატერინე არავის არ ახსოვს გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე მოდაზე მიდგება, იმიტომ რომ მას საფრანგეთის მთელი სამეფო კარი ბაძავდა, მაგალითად კორსეტები მისი შემოტანილი იყო და მისი დამკვიდრებული იყო ეს კორსეტები, რომელშიც სუნთქვა შეუძლებელი იყო. და ნაყინი უკვე ვახსენეთ ეს ნუგბარი, რომელიც ეკატერინეს შემოჰყვა და ასევე მაღალი ქუსლებიც ეკატერინეს შემოჰყვა. საფრანგეთის სამეფო კარზე შემოიტანა ბალეტის მოდა საფრანგეთის სამეფო კარზე და სამუდამოდ დაამკვიდრა და მთელი მისი ცხოვრება და ასევე დიანა დეპუატის ცხოვრება ერთ დღესაც 1559 წლის 30 ივნის შეცვალა ტურნირმა, რომელიც ანრი მეორემ თავისი ქალიშვილისა და ელისაბედისა და ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის ქორწილზე გამართულ რაინდთა ტურნირზე ეს გამოდიოდა და რამოდენიმე ძალიან წარმატებული შერკინება რო ჰქონდა. შემდგომ შოტლანდიის არმიის კაპიტანი გრაფი გაბრიელ დე მონტგომერი გამოიწვია, რომელსაც არ სურდა მეფის გამოწვევის მიღება და ის არ თანხმდებოდა და მაშინ მეფემ მას ფაქტურად უბრძანა რომ მასთან ტურნირში შესარკინებლად გამოსულიყო და ეს საკმაოდ სერიოზულად შეერკინენ ერთმანეთს. ეს არ იყო ჩვეულებრივი ესეთი სატურნირო შეერკინება, როგორც ჩანს ორივე საკმაოდ გაცეცხლებული იყო, მათ რამოდენიმეჯერ გადაუტყდათ შუბები და მაინც აგრძელებდნენ ბრძოლას და ბოლოს ისე მოხდა, რომ მონტგომერიმ სრულად შემთხვევით თვალში მოარტყა მას შუბი და ეს ძალიან ისეთი მძიმე დაზიანება მიიღო ანრი მეორემ. 10 დღის განმავლობაში ცდილობდნენ რომ როგორმე გამოეჯამრთელებინათ, მაგრამ ის ფაქტურად სასიკვდილოდ იყო გადადებული. და ამის შემდგომ ეკატერინე სამუდამოდ იცავს შავი ფერის კაბას. შემოაქვს ეს კიდევ ერთხელ ეს ჭხალებში რო თქვა მოდა შავ სამგლოვერო სამოსე საფრანგეთის სამეფო კარზე და თავის გერბად ის ირჩევს გადატეხილ შუბებს და მისი დევიზი ხდება დაახლოებით ასე ითარგმნება ჩემი ცრემლების და ტკივილის მიზეზი სწორედ ეს არის. აი ესეთი ლამაზი გაფორმების უკან ნართუ ისე ლამაზი და შავბნელი საქმეები დგას. მეფე ხდება მისი უფროსი ვაჟი ფრანცისკ მეორე. ფაქტურად პატარა ბიჭია, 15 წლის. ის უკვე თან დაქორწინებულია. აი ესეთი ის იყო ერთგვარი აღებმიცემება ქორწინებითი. შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტზე დაქორწინებული. აი მარიაზე, რომელსაც ძალიან უყვარს ხოლმე ვაჭრის გოგო ეძახოს ჩვენს ეკატერინეს. და ძალიან ცოტა ხანს იყო ფრანცისკ მეორე ცოტა ხანს იმეფა, დაახლოებით 1 წელი. შემდგომ ის გარდაიცვალა მოულოდნელად თითქოს და მაგრამ როგორც ჩანს მას ჰქონდა ვარაუდობენ რომ მას ჰქონდა ისეთი ფარული ტუბერკულოზი და მithumetes მაშინ ეს დაავადება მოგიხსენებათ არ იკურნებოდა
აბრალებენ ეკატერინესაც მის მოწამვლას, თუმცა ეს არ დასტურდება. მთავარი ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ამ ქალს აბრალებენ ამ ყველაფერს, თითქოს და ბარტლომეს ღამე არ აყოფა, რომელიც რეალურად მისი სანქცირებული იყო. ამის მიზეზი რატომაც აბრალებენ არის ის, რომ როცა ექიმის მისი გაკვეთა ისურვეს ექიმებმა, ფრანცისკ პირველის ფრანცისკ მეორეს მან არ გააკვეთინათ, მან თქვა, რომ მე თქვენ არ დაგაყურებინებთ სამეფო სისხლს. ამის შემდგომ მეფე ხდება მისი მეორე ვაჟი, კიდევ უფრო პატარა ასაკში, 10 წლის შარლ მეცხრეადის სამეფო ტახტზე და ის აცხადებს, რომ მე მხოლოდ რომ ამბობს, რომ მხოლოდ დედასთან ერთად მართავს სამეფოს და გარდაცვალების წინ მისი ბოლო სიტყვები იყო დედა ჩემო, რომელიც ისტორიკოსებისათვის დღემდე ამოცანად რჩება და ყველანი მსჯელობენ იმაზე, თუ რა მიზეზით აღმოხდა მას ეს სიტყვები და აქაც არის ვერსიები, რომ თითქოს და ეკატერინემის მოწამლა, მაგრამ ეს რაღაცა დიუმას გამონაგონია ვიდრე რეალური ამბავი, ასე რომ მაინც და მაინც ამას ამის საბუთიც ასევე არ არსებობს. უბრალოდ ეს იდუმალი, რატომ არის იდუმალი, რომ დედა ჩემო თქვას გარდაცვალების წინ ადამიანმა თუნდაც მეფემ ვერ გეტყვით. აჩიხება თვითონ ეკატერინეს აი ამ დროს როგორც კი ფრანცისკ მეორე ავიდა ტახტზე, თავიჩინა მის მაიმს ძალაუფლების მოყარეობამ და შეიძლება არც ისე უყვარდა ამ ქალს ეს ძალაუფლება, უბრალოდ პირველად მიეცა საშუალება იმისა, რომ გამოსულიყო ჭრდილიდან და ყოფილიყო ისიც ადამიანად ჩაეთვალა და მიიღო ვინმეს და ის ყველანაირად ხოჭირს ძალიან ცდილობდა, რომ ეს ბარტლომეს ღამემდე მას ის ძალიან ცდილობდა მოეგوارებინა დაპირისპირებული მხარეები და ესეთი რაღაც ძალიან სამშვიდობო სურვილები ჰქონდა ეკატერინეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ მან ფაქტურად როგორც წერენ, მან თავი გადაირჩინა ბარტლომეს ღამით. ამაზე დეტალურად საუბარი არ მგონია ღირდეს, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის ეს ამბავი და დეტალებში იცის ყველამ. ერთადერთი რაც ძალიან საოცარი იყო, რომ ძალიან იყო, რომ ეს ქალი ამის გრაფომანი იყო თუ უბრალოდ ისეთ ბელიეტრისტიკით იყო გატაცებული, დღეში წერდა 20 წერილს და 10 ტომი არსებობს მისი წერილებისა. რას წერდა ეს დაამდენს ვერ გეტყვით, რაღაცა ეკატერინეს წერილები და აღარ დავინტერესებულ ვარ. და აი ეს ბარტლომეს ღამე მე მგონი აბსოლუტურად ისეთი ადგილია, სადაც აჯობებს, რომ ჩვენ თხრობა შევწყვეტეთ. ამის მერე იყო კიდევ ძალიან ბევრი ინტრიგები ეკატერინესი, გარდა ამისა ის ძალიან იყო მისტიციზმით გატაცებული და ძალიან ბევრ ამბებს ყვებოდნენ მის შესახებ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და თითქოს და საფრანგეთის სამეფო კარი ძალიან გაიხრწნა და გაირყნა ეკატერინეს პერიოდში და არსებობდა კიდეც რაღაცა მისი ფრეილინების ესეთი გუნდი, რომელიც მას გარკვეული საქმიანობებისთვის ყავდა და რომლებსაც ის იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის და ამასობაში ეკატერინე თვითონ ფიზიკურად საკმაოდ უფრო და უფრო ცუდად გამოიყურებოდა და ალბათ აღარც აქცევდა უკვე ამ ყველაფერს მაინც და მაინც ყურადღებას, რატოღაც გონია, რომ ის მაინც ძალიან უბედური ქალი იყო და ბარტლომეს ღამე ესე ამაოდ არ ჩაივლიდა მის ცხოვრებაში და რაც შეეხება მან თავისი შვილების გარდაცვალება ნახა, თავისი სიცოცხლის მანძილზე, გარდა ამისა ის აქტიურად ხო იყო ჩართული და მონაწილეობდა ამ პოლიტიკურ მოქმედებებში და მთელი ამბები ამ ინტრიგებში და აი საბოლოოდ როდესაც ეკატერინე გარდაიცვალა, პარიზელებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მისცემდნენ იმის უფლებას, რომ იმიტომ რომ ის გარდაიცვალა ერთ-ერთ პარიზის გარეთ გარდაიცვალა და პარიზელებმა განაცხადეს, თუ კი შეიტანდნენ ეკატერინეს ცხედარს პარიზში, მაშინ ისინი მას სენაში გადაუძახებდნენ და მისი ბავშვობა როგორც დაიწყო ის, რომ ფლორენციაში ემუქრებოდნენ იმით, რომ კარიბჭეზე ჩამოახშობდნენ, ამჯერად უკვე მაშინ უდანაშაულო გოგონას, ამჯერად უკვე ბარტლომეს ღამის დედოფალს პარიზელები დაემუქრნენ იმით, რომ საკმაოდ დამსახურებულად რომ სენაში გადაუძახებდნენ და მერე სენ-დენიში გადაიტანეს მისი ცხედარი და მაგრამ არ იყო ადგილი მისი ქმრის გვერდით ისევე როგორც მის ცხოვრებაში და ესე
ცოტა სხვა მხარეს დაასაფლავეს, ცოტა უფრო მოშორებით და რაღაც ესე კი ეწერა შეფასებები, რომ დამსახურებულად ესე ისე, მაგრამ ეს დამსახურებული რაღაცების მომხრე ნაკლებად ვარ, უფრო მე მომხრე ვარ იმისა, რომ ან გაამართლო თუ კი მტყუანი არ არის ადამიანი და ან უბრალოდ აპატიო თუნდაც ფართლო მესღამე. ჩვენ გაცემა დასრულდა. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნინა შენ და გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.